ევროპულ დონეზე კონსენსუსის არარსებობის გამო სლოვენიამ დამოუკიდებლად იმოქმედა. ეს არის ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანა, რომელმაც აკრძალა ისრაელთან იარაღით ვაჭრობა, მათ შორის ტრანზიტი და იმპორტი. გადაწყვეტილების მიზანია ისრაელის სახელმწიფოზე ზეწოლის გაძლიერება, რათა დასრულდეს ომი ღაზაში. ეს განცხადება უპირველეს ყოვლისა სიმბოლურია, რადგან რეალურად სლოვენიის მთავრობას 2023 წლის ოქტომბრიდან არ გაუწია ისრაელში იარაღის ექსპორტის ნებართვა. ისრაელის იარაღის მთავარი მიმწოდებლები არიან ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია და იტალია. სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანია ძირითადად ფრეგატებსა და ტორპედოებს აწვდის. სხვა ევროპული ქვეყნები, მაგალითად ბელგია, იტალია და ნიდერლანდები, სლოვენიის მსგავსად შორს არ წასულან, თუმცა შეამცირეს ისრაელში იარაღის ექსპორტი. მართლაც იარაღით ვაჭრობის შესახებ 2013 წლის ხელშეკრულება კრძალავს სახელმწიფოებისთვის ისეთი იარაღის გადაცემას, რომელიც გამოყენებული იქნება გენოციდის ან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში. 2008 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა ასევე აიღეს ვალდებულება უარი ეთქვათ იმ ტექნოლოგიებისა და სამხედრო აღჭურვილობის გადაცემაზე, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას შეიარაღებული კონფლიქტების გასახანგრძლივებლად. ევროპულ ქვეყნებს აქვთ ვალდებულება არამხოლოდ აკრძალონ იმ შეიარაღების ექსპორტი, რომელიც ღაზაში შესაძლოა დანაშაულის ჩასატარებლად გამოიყენონ, არამედ ისეთი შეიარაღების გადაცემაც, რომელიც განკუთვნილი იქნება ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიების სახმელეთო, საჰაერო ან საზღვაო განზომილებების შესანარჩუნებლად. რეალურად კი გრძელდება ევროპული იარაღის ექსპორტი ისრაელში. ზოგიერთი ქვეყანა ამტკიცებს, რომ ნაწილები მხოლოდ ისრაელშია აწყობილი ან სასწავლო აღჭურვილობა, რომელიც არ გამოიყენება ღაზაში. იტალიაში ადამიანის უფლებათა დამცველი რამდენიმე ასოციაციის, ასევე იტალიური საგამოძიებო პრესის მუშაობის შედეგად გამოვლინდა, რომ იტალიის მთავრობამ ახლახან შეაჩერა ექსპორტის ახალი ლიცენზიების გაცემა, მაგრამ ყველაფერი, რაც 2023 წლის 7 ოქტომბრამდე იყო ავტორიზებული, კვლავ მიეწოდება ისრაელს. ევროპულ დონეზე იარაღზე დაწესებული ემბარგოს წარმატება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ის ევროკავშირის საბჭოს მიერ ერთხმად უნდა დამტკიცდეს. თუმცა ექსპერტების აზრით, ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა გერმანია, უნგრეთი და ჩეხეთი, რომლებიც ისრაელის მტკიცე მხარდამჭერები არიან, მას აუცილებლად დაბლოკავენ.